ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. ტურნირში ასპარეზობენ ქალი სპორტსმენებიც. ჩემპიონატი 24 აპრილს დაიწყო და 27 აპრილს დასრულდება. 27 აპრილს გამოვლინდებიან პრიზიორები, რომლებიც მომავალში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. იმართება საქართველოს ჩემპიონატი ქალაქ გორში, ოსლანდელებთა და ქალთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში. დღეს არის პირველი დღე, ხვალ არის ფინალური ამ ასაკში და ქალთა შორის. ზეგიდან დაიწყება 15 წლამდელებთა შეჯიბრი, გამოვლინდებიან ჩემპიონები და პრიზიორები, შემდგომ გააგრძელებენ მზადებას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე. მინდა უსურვო წარმატებები, მადლობა გადაუხადო ქალაქ გორს ვერჩი კომისიის და მასპინძლობისთვის და უსურვო ყველა სპორტსმენს წარმატებები. გორელი სპორტსმენები შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლისა და გორის ნუგზარ სხირელის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენლები არიან. დღეს დაიწყო ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი. ამ შეჯიბრიდან აირჩევა გუნდი მომავალში ევროპის ჩემპიონატისთვის და მერე მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად მონაწილეობის მოსაღებად. დასავლეთ მედიან გორელი ძალიან ბევრი სპორტსმენი მონაწილეობს. წარმატებულად სხვათა შორის იმედია ასე გააგრძელებენ და დაამთავრებენ წარმატებით ამ შეჯიბრს და იმედი ვიქონეთ, რომ გასახელებენ ევროპის ჩემპიონატის. დღეს პირველი დღეა, ხვალ იქნება უკვე ფინალური ბლოგი მედლებისთვის. ფედერების კომპლექტი ხვალ გათამაშდება დღის მეორე ნახევარში. ცნობისთვის გასულ წელს გორმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.